ეთერშია კურიერი 6 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. სტიქიდან მესამე დღე კახეთში თელავში კრიტიკული ინფრასტრუქტურის აღდგენა და გაწმენდითი სამუშაოები უწყოთ რეჟიმში გრძელდება. ადგილზე მობილიზებულია ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა. თელავის გარდა სალიკვიდაციო სამუშაოები მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მიმდინარეობს. სტიქის ზონაში მძიმე ტექნიკა მუშაობს და ჯებირებს ამაგრებს. ადგილზე იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები. ბოლო ინფორმაციით ნათია წითელაური უერთდება კურიერს თელავიდან. ნათია ეთერში ხარ. თამარ აქტიურად გრძელდება დღემდე სამუშაოები, უკვე ტერიტორიიდან გააქვთ დაზიანებული ინფრასტრუქტურაც, რაც შეეხება თელავის მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებს წინანდალს, კონდოლს, კისისხევს, კურდღელაურს, აქაც ცივის მხრიდან მოსულმა ხმანალეკმა მოიწვია მდინარეების ადიდება, თუმცა თელავისგან განსხვავებით აქ ინფრასტრუქტურული ზიანი ის უფრო მცირე და აქ უფრო სასოფლო სამეურნეო ნავარგულები და ვენახებია დატბორილი. დღეს ადგილზე სტიქის ზონაში მღვარცელ მონაკვეთებზე იმყოფებოდნენ კახეთის სახელმწიფო რწმუნებული და საკანონმდებლო ორგანოს წევრები. ვითარებას გაეცნენ და როგორც გითხარით, აქაც ყველა საჭირო ლოკაციაზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, მიმდინარეობს ნაპირსამაგრი ჯებირების წყობა იმისთვის, რომ ამინდობის შემთხვევაში სტიქის განმეორების საფრთხე იყოს მინიმუმამდე დაყვანილი. ეხლა ვიმყოფებით მდინარე კისისხევის კალაპოტში, სადაც დავიწყეთ მძიმე ტექნიკა შემოვიყვანეთ, სამი ერთეული მძიმე ტექნიკა და დავიწყეთ ნაპირსამაგრის სამუშაოების განხორციელება, აღდგენა. შემდგომში საფუძვლიანად იქნება შესწავლილი აღნიშნული ხევის კალაპოტი და იქნება მიღებული გადაწყვეტილება თუ როგორ მოვახდინოთ ამ ნატანი მასის გატანა და კალაპოტის, ასე ვთქვათ, საფუძვლიანად გამაგრება. რაც შეეხება ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს და დაიწყება შალაურის ხევში, ვარდისუბნის ხევში და ყველა ხევში, იქ სადაც 12 ივლისს მოსულმა ნალექმა შექმნა პრობლემები. ადგილზე ვათვალიერებთ სტიქის შედეგებს, ახლა ამჯერად კისისხევში ვიმყოფებით, სხვა ხევებსაც ვათვალიერებთ. ნახულობთ ამ თავად როგორც ხევებში, ასევე მის მიმდებარე ტერიტორიებზე რა ზიანია მოტანილი, მნიშვნელოვანი ზიანია, როგორც ჩვენ ადგილზე ხედავთ. გუბერნიის სახელმწიფო რწმუნებულის ხელმძღვანელობით, მათი კოორდინაციით, ამ შტაბის კოორდინაციით მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები, ჩართულია როგორც თელავის მერია, ასევე ყველა ადამიანი, ვისაც შეუძლია კახეთში მუნიციპალიტეტები აქტიურად, ფიზიკურად ადგილზე შრომობენ იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე იქნას აღმოფხვრილი ეს სტიქის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები იქნება უკვე იმაზე, თუ როგორ შეიძლება დავგეგმოთ ახალი გეგმებით, ახალი გზები, ახალი სკვერები და ასე შემდგომ, რომ სრულად აღმოიფხვრას ის ზიანი, რაც მიადგა როგორც თელავს, ასევე ზოგადად თელავის მუნიციპალიტეტის სოფლებს. როგორც მოისმინეთ, სალიკვიდაციო სამუშაოები სრულდება, თუმცა ამავე დროს მსჯელობა მიმდინარეობს იმ გეგმაზე, თუ როგორ უნდა იყოს უკვე განახლებული თელავის სტიქის შემდეგ და როგორი ინფრასტრუქტურით უნდა შეივსოს სტიქისგან დაზიანებული ადგილები. მე კი გეტყვით იმასაც, რომ ცოცხალი ძალა უკვე მეორე დღეა ჩაერთო სალიკვიდაციო სამუშაოებში. დღეს მათ შეუერთდნენ ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც. მადლობა ნათია წითელაური საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. პრემიერი მადლობას უხდის თელავში სტიქის სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულ უწყებებს. მთავრობის მეთაურის განცხადებით, სახელმწიფო უწყებების მაშველების და ადგილობრივი ხელისუფლების აქტიური მობილიზებით შედეგების ლიკვიდაცია სწრაფად მოხერხდა. მთელი ამ დროის განმავლობაში უშუალოდ ვიყავი ჩართული ამ პროცესების კოორდინაციაში და მადლობა მინდა გადავხადო ყველა უწყებას, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა სტიქის შედეგების სალიკვიდაციო, ეს იყო განსაკუთრებით ინფრასტრუქტურის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, ეს იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეს იყო ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის სამაშველო სამსახურით. ყველა ეს უწყება, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება ასევე იყო აქტიურად მობილიზებული იმისათვის, რომ მაქსიმალურად სრულად ტემპში მოხერხებული იყოს სტიქის შედეგების ლიკვიდაცია და შედეგებს საზოგადოება ხედავს. რაც თავარია, მომავალში ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ თუნდაც ასეთი მასშტაბური სტიქის პირობებში მაქსიმალურად ავირიდოთ თავიდან გართულებები. ეს არის სახელმწიფოს უმთავრესი ამოცანა. მიზანმიმართული შეტევა ქვეყნის ინტერესებზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ქვეყნის წინააღმდეგ კოორდინირებულ თავდასხმაზე საუბრობს. ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ეთო საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას და განაცხადა, რომ დოკუმენტის სიცრუით და ცილის წამებით არის გაჯერებული. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ჯო ვილსონის ინიციატივით დამტკიცებული რეზოლუცია პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაა, რომელშიც თავდაუთოც აღმოჩნდა ჩართული. Dear colleagues,
აბსოლუტურად ყურებზეა აგებული მთელი ეს დოკუმენტი, რომელიც დაამტკიცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ. ეს იყო ჯო ვილსონის ინიციატივა, რომელიც დაამტკიცა ასამბლეის სხდომაზე. საერთოდ განხილვასაც კი არ აქვს აზრი ამ დოკუმენტის რომ მთლიანად სიცრუით არის წელიწამებით გაჯერებული ეს რეზოლუცია. შესაბამისად, ერთ-ერთი ეს დოკუმენტი გვაძლევს თვითონ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არსებულ მდგომარეობაზე დასკვნების გამოტანის საშუალებას. კიდევ ერთხელ გამიმერებ, რომ სამწუხაროდ ეუთოც აღმოჩნდა ჩართული კოორდინირებულ პროცესში, რომლის მიზანია ქართულ ხალხს თავდასხმა, რომლის მიზანია ქართველი ხალხის მიერ გამოხატულ ნებასთან დაპირისპირება. რა თქმა უნდა, ტრადიციულ ევროპულ სტანდარტებს ეს დოკუმენტი არაფრით არ აკმაყოფილებს, თუმცა დღეს უკვე რა არის ევროპული სტანდარტი, ამაზე საუბარი ძალიან რთულია. გამომდინარე იქიდან, რომ ევროპულმა ბიუროკრატიამ დაამკვიდრა სიცრუის უკვე სრულიად ახალი სტანდარტი, რაც არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო და ეუთოს ბოლო რეზოლუციაც არის ამ ახალი ევროპული ბიუროკრატიის მიერ დადგენილი სტანდარტის კიდევ ერთი გამოხატულება, რაც ძალიან დასანანია. სწორედ ეს პრობლემები ქმნის საბოლოო ჯამში მრავალი ტიპის გართულებას ევროპაში, როგორც იდენტობის კუთხით, თქვენ იცით რა მძიმე ტენდენციებია ევროპაში, იდენტობის შენარჩუნების კუთხით, და ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ევროპაში არის ძალიან მძიმე ტენდენციები და სწორედ ასეთი არასწორი მიდგომების, მათ შორის უსამართლობის ორმაგი სტანდარტების შედეგია ის უარყოფითი ტენდენციები, რომელსაც ხედავთ ჩვენ ევროპის მასშტაბით. თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება საბოტაჟის საქმეზე ბრალდებული პოლიტიკოსების პროცესი. დღევანდელ სხდომაზე ისევ იკითხებიან ნეიტრალური საქართველოს ერები, რომელთა საჩივრის საფუძველზეც 2025 წელს ამ საქმეზე გამოძიება დაიწყო. სასამართლოზე კითხვებს უკვე უპასუხეს ვატო შაქარიშვილმა, ლევან ნიკოლეიშვილმა და ბიძინა გიორგობიანმა. 8 პოლიტიკოს ბრალი სხვადასხვა მუხლით აქვს აღანებული, მათ შორის არის საბოტაჟი და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარება. დანაშაულისთვის მატერიალური რესურსების მიწოდება და ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება. ანუკა ბუავა გვიყვება დეტალებს, ის პირდაპირ ეთერშია, გისმენთ ანუკა. Am-წუთებში საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ჩვენებას აძლევს ნანა კაკაბაძე, ის ერთ-ერთია იმ მომჩივანთა შორის, რომლის სახელზეც საგამოძიებო უწყებაში 1 წლის წინ შევიდა განცხადება, საუბარია ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლებზე, რომლებიც დღეს მთელი დღის განმავლობაში იკითხებიან საქალაქო სასამართლოში. დილიდან მიმდინარეობს ეს პროცესი და ყველა მათგანი სხდომის დასრულების შემდეგ და დაკითხვის დასრულების შემდეგ ამბობს იმას, რომ მათ წარადგინეს საკმაოდ ბევრი მტკიცებულება იმ პოლიტიკოსების წინააღმდეგ, რომლებიც წლების განმავლობაში მათივე თქმით ცდილობდნენ ქვეყანაში არეულობის მოწყობას, უცხო ქვეყნის ინტერესის გატარებას საქართველოში სხვადასხვა გზით და სხვადასხვა მეთოდით. რაც შეეხება თავად მტკიცებულებებს, როგორც ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლები ამბობენ, მათ წარადგინეს სასამართლოში როგორც ღია წყაროებში მოპოვებული მტკიცებულებები, საუბარი არის განცხადებებზე, ფოტომასალებზე, სხვადასხვა ბმულებზე, ასევე სხვა სახის ინფორმაცია, მათ შორის დაფინანსების წყაროების შესახებ. ამიტომ ჯერ ნეიტრალურმა საქართველომ საგამოძიებო უწყებას, როდესაც განცხადებით მიმართა გამოძიების დაწყების მოთხოვნით, მათგან მოითხოვა სწორედ ჯაშუშური ქსელის გამოვლენა, ახლა კი სასამართლოში დააფიქსირა ანალოგიური პოზიცია. დღევანდელ სხდომაზე, გამოკითხვაზე გამოჩნდა, რომ ეს არის ფართო აგენტურული ქსელი, რომელიც არის დაორგანიზებული, რომელიც არის დაფინანსებული უცხო ქვეყნებიდან, რომელიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ წარმოვადგინეთ ძალიან ვრცელი მასალა. ეგრეთ წოდებული ბმულები, ფოტოები, განცხადებები, ქმედებები, დაფინანსების ოქმები, დაფინანსების წყაროები. 2024 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა მაკეინის ინსტიტუტის ეგრეთ წოდებული რეკომენდაციები. ნახეთ, როგორ ხდება ამ გეგმის აღსრულება სხვადასხვა ორგანიზაციის, სხვადასხვა პოლიტიკოსად წოდებული პირის, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდანაც კი. ეს იმას აჩვენებს, რომ ეს არის კოორდინირებული სისტემა, სქემა, რომლის მთავარი მოტივიც არის საქართველოში სასურველი ხელისუფლების მოყვანა. ეგრეთ წოდებული საბოტაჟის საქმეზე ბრალდება წარდგენილი აქვს 8 ოპოზიციონერ პოლიტიკოს, თუმცა დღეს სასამართლოს სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა მხოლოდ 2 და მომჩივანის არგუმენტაციაც სწორედ ბრალდებულმა ჯაფარიძეებმა, საუბარია ბადრი ჯაფარიძეზე და ზურა გირჩი ჯაფარიძეზე, მოისმინეს. ისინი ამბობენ, რომ საქმე არის საფუძველს მოკლებული და შესაბამისად ამბობენ იმასაც, რომ მათ ბევრი კითხვა არ ჰქონიათ მომჩივან მხარესთან. რაც შეეხება
თავად არგუმენტაციას და ნეიტრალური საქართველოს პოზიციას მათ სასამართლოს სხდომათა დარბაზში. არა მხოლოდ დაფინანსების წყაროებსა თუ ღია წყაროებში მოპოვებულ ინფორმაციაზე ისაუბრეს, არამედ მათივე თქმით იმ ძალადობრივ აქციებზე, რომელსაც წლების განმავლობაში ადგილი ჰქონდა და რომელშიც პირდაპირ ჩართული იყვნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომელთა მიზანი მათივე თქმით იყო არეულობის მოწყობა საქართველოში. ყველია რომ ქვეყანაში არის ფართო აგენტურული ქსელი, რომლის ნაწილიც ვართ ჩვენ პოლიტიკოსები და თქვენც მედია და პლუს არასამთავრობო ორგანიზაციები და რუსთაველზე ვიძგას და რომ ეს არის რაღაცა გაშლილი დიდი ქსელი. ამბობენ რომ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში რაც ხდებოდა რუსთაველზე ეგ იყო კონსტიტუციური წესრიგის დამხობის ცდელობა, სახელმწიფო გადატრიალების ცდელობა. რა კითხვა უნდა დაუსვა მართლა? აი ამას უყვება ადამიანი რა უნდა დაუსვა. ეწეოდნენ საქართველოში სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირებას, საბოტაჟს, მუშაობაში ხელის შეშლას, ახდენენ ძალადობრივი აქციების ორგანიზებას და ეს ძალადობრივი აქციები შემდეგ გადაიზარდა სამოქალაქო შეტაკებებში სამართალდამცავებთან. ჩვენს მიერ იქნა წარმოდგენილი მათივე საჯარო განცხადებები, რომელსაც მოყვა შემდეგ უკვე კონკრეტული ქმედება. არა მხოლოდ განცხადებები, არამედ ეს განცხადებები შემდეგ გადაიზარდა ქმედებაში, რომელი ქმედებების ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიითაც და შემსწრე იყო მთელი ქალაქი და მთელი ქვეყანა იმ საშინელების, რაც ტრიალებდა მაშინ რუსთაველის გამზირს. ნეიტრალური საქართველოს წარმომადგენლებმა დღეს სასამართლოს წინაშე 8 ოპოზიციონერი პოლიტიკოსის წინააღმდეგ მისცეს ჩვენება, თუმცა ამავე საქმის და ამავე გამოძიების ფარგლებში, როგორც ცნობილია, დაყადაღებული არის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ფონდების საბანკო ანგარიშები, რომელიც გამოძიების ცნობით სწორედ აქციის მონაწილეებისთვის შესაბამისი აღჭურვილობას თუ სამართლებრივი დახმარების გასაწევად იყო გამოყენებული. მადლობა ანუკა ბუავა საუბრობდა კურიერის ეთერში. დღეს საბოტაჟის საქმეზე მედიამ კითხვა პრემიერ-მინისტრს დაუსვა. ირაკლი ყობახიძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები წლების განმავლობაში, მათ შორის ხელისუფლებაში ყოფნის დროს, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდნენ. მთავრობის მეთაურმა განმარტა, რომ ეს მისი პოლიტიკური შეფასებაა, რაც შეეხება საქმის სამართლებრივ მხარეს საკითხს. შესაბამის სამართლებრივ კვალიფიკაციას სასამართლო მისცემს და საზოგადოება მის გადაწყვეტილებას უნდა დაეგუდეს. რეალურად რაც შეეხება პოლიტიკურ კვალიფიკაციას, პოლიტიკური კვალიფიკაცია ძალიან ცხადია. რა თქმა უნდა, ეს ადამიანები მთელი ამ წლების განმავლობაში არიან დაკავებული საბოტაჟით საკუთარი სახელმწიფოს წინააღმდეგ. ამას ისინი აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდშიც და ამას ისინი აკეთებენ ახლა, როდესაც არიან ოპოზიციაში. საბოტაჟი პოლიტიკური თვალსაზრისით არის სრულიად ცხადი. რაც შეეხება სამართლებრივ შეფასებას, ბუნებრივია ამ ფაქტებს სამართლებრივ შეფასება უნდა მისცეს სასამართლომ და შესაბამისად დავალოდოთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმე და პასუხისგებაში მიცემული 28 პირი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ საქართველოს 9 რეგიონში მასშტაბური ღონისძიება ჩაატარა. საქმე ეხება ქრთა მისაღების, ყალბი დოკუმენტების დამზადების, სახელმწიფო სახსრებისა და მიწების თაღლითურად დაუფლების ფაქტებს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულების უკანონო მოქმედებების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულმა ჯამურმა ზარალმა $1,000,000 ვარს გადააჭარბა. საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდაქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად თაღლითურად მითვისებულ 10,000-ობით ლარს. ამასთან, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარე გამოძიებით ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმე თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოებისათვის მომსახურების მიზნით გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სხვადასხვა დროს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები. გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა სხვადასხვა დროს
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ეგრეთ წოდებული დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. სამსისხლის სამართლის საქმეზე ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა სხვადასხვა დროს ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს. ზემოთ აღნიშნულ დანაშაულებთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში სასამართლოს განჩინებების საფუძველზე განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო და ვიდეო მტკიცებულებები. შეერთებულ შტატებში თავშესაფრის მიღების მსურველებისთვის ყალბის საბუთების დამზადების ფაქტზე პროკურატურამ ბრალი წაუყენა კიდევ 4 პირს. გამოძიებით, რომელიც ამერიკის საელჩოსთან ერთად ჩატარდა, დგინდება, რომ ჯგუფის წევრები მოქალაქეებს საქართველოში არარსებული დევნის ისტორიებს უწევდნენ, მათ შორის პოლიტიკური ნიშნით თუ სექსუალური ორიენტაციის გამო. ამ ყალბი ისტორიების სანაცვლოდ კი სოლიდურ თანხას ართმევდნენ. სამართალდამცველებმა ერთ-ერთი ბრალდებული სახლიდან 500-მდე ადამიანის ყალბი დოკუმენტები და ბეჭდები ამოიღეს. ცნობილია უკანონო შემოსავლის ოდენობაც ჯგუფმა წელიწადნახევარში ჯამში 1,5 მილიონი ლარზე მეტი ფინანსური სარგებელი მიიღო. მითითებული ჯგუფი საქართველოს მოქალაქისათვის უცხო ქვეყანაში უკანონოს დარჩენისათვის და ასევე მათი უფლებების და თავისუფლების დარღვევის თაობაზე მცდარი ინფორმაციის წარდგენის ფაქტზე აქვთ ბრალდება წარდგენილი. მოცემულ შემთხვევაში დაკავებულია 1 პირი, ხოლო 2 პირს დაუსწრებლად წარედგინა ბრალი. ასევე მითითებულ სისხლის სამართლის საქმეზე 5 პირი, რომელთაც დღეს დგომებით წარდგენილი აქვთ ბრალი და შეფარდებული აქვთ აქტის ღონისძიება, დადგინდა მათი დანაშაულებრივი ჯგუფის 1 პირი, რომელსაც წარედგინა სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება. ჩატარებული ბინის და ოფისის ჩხრეკის შედეგად ამოღებულია ელექტრონული მოწყობილობები, სადაც ნანახი იქნა ყალბი кейსები, დაახლოებით 500-მდე მოქალაქის ისტორია, ყალბი ისტორია ეგრეთ წოდებული кейსი, რომელთან დაკავშირებითაც ასევე შედგენილი არის ყალბი მტკიცებულებები და აღნიშნული ყალბი მტკიცებულებები, ასე ვთქვათ, დაბეჭდილი არის კონკრეტული ბეჭდებით, რომელიც ნანახი იქნა მითითებულ ელექტრონულ მოწყობილობებში. აღნიშნულზე ბრალდების მხარე 4 პირს უკვე ბრალდება წარუდგინა და შესაბამისად მიმართავთ აღკვეთი ღონისძიების განსაკუთრების თაობაზე დადგენილ ვადაში. ბათუმში საქველმოქმედო და საგანმანათლებლო ცენტრი შენდება. მშენებლობის ადგილას სიმბოლური კაფსულა პრემიერმა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ჩადის. 11,500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსდება მოხუცთა და შიშიმო პირთა თავშესაფარი. ცენტრს შეიძლება 24 საათიანი მომსახურებით 150 ბინადარი მიიღოს. ასევე მოწყობა დღის ცენტრი მოხუცებისთვის და სკოლამდელი აღზრდის ცენტრი ინკლუზიური სწავლების ჯგუფით. მთავრობის მეთაურმა დღესვე სოფელ კვირიკეში წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა. სოფელ კვირიკეში მშენებარე წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის საეკლესიო სამონასტრო კომპლექსი 3 გუმბათოვან ტაძარს, სამრეკლოს, სატრაპეზოს და გიმნაზიას მოიცავს. გიმნაზიის შენობაში განთავსდება სასწავლო საგანმანათლებლო ცენტრი ახალგაზრდებისთვის. ეს არის მრავალფუნქციური ცენტრი, სადაც იქნება ხანდაზმულთა თავშესაფარი, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თავშესაფარი. აქვე იქნება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება, სადაც ცალკე იქნება ინკლუზიური სწავლების ჯგუფი, ასევე დღის ცენტრი იქნება ხანდაზმულთათვის. ყველა ხედავთ, რომ ეს არის ძალიან განსაკუთრებული ზრუნვით შექმნილი პროექტი. და ასევე ხაზგასმულია ის, რომ ეს პროექტი ხორციელდება და მასაფუძველი ეყრება ორი პატრიარქის ლოცვა კურთხევით, ილია მეორის და შიო მესამის ლოცვა კურთხევით. რაც თავისთავად უკვე ნიშნავს იმას, რომ ეს წამოწყება იქნება ძალიან წარმატებული და ის ძალიან დიდ სიკეთეს მოუტანს როგორც ბათუმს, ბათუმელებს, ასევე მთლიანად რეგიონისთვის არის ეს ცენტრი ძალიან მნიშვნელოვანი. საფუძველი ეყრება უმნიშვნელოვან პროექტ საქველმოქმედო საგანმანათლებლო ცენტრ ბეთლემს.
რომელიც უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის და ეკლესიის ისტორიაში, სადაც განთავსდება ხანდაზმულთა სკოლამდელთა აღზრდის ინკლუზიური სწავლების ცენტრი. ეს იყო მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის ოცნება და იდეა განეხორციელებინა ეს პროექტი და დღეს ჩვენ ამ პროექტს უძღვნით მის ხსოვნას. ეს არის როგორც ვახსენი უმნიშვნელოვანესი პროექტი ეკლესიის, სახელმწიფოს და ბიზნესის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგი. ნამდვილად შეიძლება ითქვას, ბევრჯერ ნაფიქრი, დიდი შრომა ჩადებული, მომზადებული პროექტი იქცა უკვე რეალურად იწყება ძალიან დიდი მნიშვნელოვანი პროექტის შენებლობა, რასაც ქვია საქველმოქმედო, ნამდვილად ძალიან დიდი პროექტი, რომელიც მოიმსახურება ჩვენს რეგიონს, ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს და სიტყვა იქცა საქმეთ და დღეს ჩვენ საფუძველს უყრით ამ პროექტის დაწყებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესაძლებლობის ბავშვებსაც ექნება შესაძლებლობა აქ ისწავლონ, მიიღონ შესაბამისი სერვისები, იყოს კარგი გარემო, იყოს სრულად ადაპტირებული ეს ცენტრი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის გადაყენების ახალი მექანიზმი დაამტკიცა. კონსტიტუციაში ცვლილებების ინიციატორი პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარია. მისი მიზანია შექმნას ინსტრუმენტი, რომელიც მოქმედი პრეზიდენტის ტამაშ შუიოკის თანამდებობიდან ჩამოშორებას უზრუნველყოფს. პეტერ მადიარმა, რომელიც პარტიამ ტისამ 2026 წლის აპრილის არჩევნებში გაიმარჯვა, შუიოკს გადადგომისკენ ჯერ კიდევ მაისში მოუწოდა. მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა პოსტის დატოვებაზე უარი განაცხადა, მართლმა გუნდმა ამ მიზნით საკონსტიტუციო უმრავლესობა გამოიყენა. ამ პროექტს 139-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, ხოლო უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ ფიდესმა კენჭისყრას ბოიკოტი გამოუცხადა. ახალი რეგულაციის თანახმად პრეზიდენტს შესწორებაზე ხელმოსაწერად 5 დღე აქვს. დოკუმენტზე უარის თქმის შემთხვევაში პარლამენტი იმპიჩმენტის პროცედურას დაიწყებს, რაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ავტომატურად შეაჩერებს. ოპოზიცია აცხადებს, რომ მოქმედი პრეზიდენტის გადასაყენებლად კონსტიტუციის ცვლილება და კონკრეტულ პირზე მორგებული კანონმდებლობის მიღება კანონის უზენაესობის პრინციპს არღვევს. ოპოზიციაში განმარტავენ, რომ პრეზიდენტის გადაყენების მცდელობა ხელისუფლების მხრიდან ძალაუფლების სრული კონცენტრაციისკენ გადადგმული ნაბიჯია და მმართველი გუნდი ამით სახიფათო პრეცედენტს ქმნის. რადგან ბერკეტის გამოყენებით მომავალში შესაძლებელი გახდება ნებისმიერი მოქალაქის პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლება ან მისთვის ბიზნესის ჩამორთმევა. პროცესს უკვე გამოეხმაურნენ საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები, Amnesty International-მა ხელისუფლების პრეზიდენტისთვის სამართლებრივი პროცედურის უზრუნველყოფისკენ მოუწოდა ხელისუფლებას. საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაიწყო Human Rights Watch-მა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრეზიდენტს 2 არჩევანი აქვს, ან გადადგეს, რის შემდეგაც პარლამენტის თავმჯდომარე დროებით შეასრულებს მის მოვალეობას, მოაწერს ხელს დოკუმენტს და ის ზალაში შევა. ან თავად პრეზიდენტმა მოაწეროს ხელი ძირითადი კანონის ამ შესწორებას. თუ პეტერ მადიარის საკუთარ სიმართლეში ასეა დარწმუნებული, მაშინ რატომ არ ენდობა დემოკრატიას? რატომ მიაჩნია, რომ ყველა ვინც მის დიქტატურას არ ემორჩილება, მისთვის საფრთხეა, იმიტომ რომ მან ძალიან კარგად იცის, თავად აშენებს დიქტატურას. პეტერ მადიარი ყველაფერს ანგრევს. დღეს რესპუბლიკის პრეზიდენტს უსწორდებიან, ხვალკი იმავეს ნებისმიერ ჩვენგანს დაამართებენ. თვითნებობა არც კრიტიკას იტანს და არც საკუთარ თავზე კონტროლს. ხელისუფლებას ხელში ისეთი ბერკეტების ჩაგდება სურს, რომლებითაც ნებისმიერს დააკარგვინებს სამსახურს და ნებისმიერს წაართმევს ბიზნესს. ჩვენ არასოდეს ვაღიარებთ ტირანიის ძალადობრივ მეთოდებს ლეგიტიმურად და კანონიერად. უკანონოდ დასმული ახალი პრეზიდენტი ვერ იქნება ლეგიტიმური. შესაბამისად, ვერც მისი გადაწყვეტილებები იქნება კანონიერი. თუ პრეზიდენტს ძალის გამოყენებით ჩამოაშორებენ უფლებამოსილებას, უნგრეთს წინააღმდეგობის გაწევის უფლება აქვს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ. გდანის რაიონში მე-14 საბავშვო ბაღის ახალი შენობის მშენებლობა დაიწყო. საძირკოხში სიმბოლური კაფსულა თბილისის მერმა მოადგილებთან და ბაგა ბაღის მართვის სააგენტოს დირექტორთან ერთად ჩადო. პროექტის მიხედვით ახალი ბაღი 8 ჯგუფიანი იქნება და 250-მდე აღსაზრდელს მოემსახურება. ბაგა ბაღის ტერიტორია 3420 კვადრატული მეტრია. კალაძე სააგენტოს ხელმძღვანელმა მშენებლობის დეტალები გააცნო და ძველი ბაღის მდგომარეობის ამსახველი ფოტომასალა წარუდგინა, რომელიც ავარიულ მდგომარეობაში იყო. 2020 წლის შემდეგ ბაღი ალტერნატიულ ფარგლშია განთავსებული. დღეს სიმბოლურად საფუძველს ვუყრით მომავალს, რადგან თითოეული ახალი საბავშვო ბაღი არის ინვესტიცია ჩვენს შვილებში. ჩვენთვის სკოლამდელი განათლება
არასოდეს ყოფილა ხარჯი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ინვესტიცია, რომელსაც სახელმწიფო საკუთარ მომავალში დებს. რამდენიმე წლის წინ ამ ადგილას იდგა ძველი ამორტიზირებული და სტანდარტებთან შეუსაბამო შენობა, რომელიც ვერ უზრუნველყოფდა ბავშვების უსაფრთხოებას. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება მისი დემონტაჟისა და სრულიად ახალი ბაღის აშენების შესახებ. ახალი შენობა სრულად იქნება მორგებული თანამედროვე სტანდარტებზე. სკოლამდელი განათლების მიღებას 250-მდე ბავშვი შეძლებს. ბაღი აღიჭურვება თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, იქნება ადაპტირებული შუშუმ პირებისთვის, მოეწყობა სათამაშო მოედნები, კეთილმოწყობილი ეზო და თანამედროვე სასწავლო გარემო. 3500-მდე კვადრატულ მეტრზე მიმდინარეობს სამშენებლო პროცესი და ჩვენ გვექნება, როგორც ბატონმა კახიმ აღნიშნა, 250-მდე აღსაზრდელის მიღების საშუალება გამწვანებულ გარემოში, სადაც აბსოლუტურად ყველა სტანდარტი იქნება დაცული, დაწყებული მშენებლობის ეტაპიდან გაგრძელებული აღჭურვით ნებისმიერი ინვენტარი, რაც ბაღში ხდება ძალიან მკაცრი კონტროლის ქვეშა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან აქტიურად ვაგრძელებთ ბაღების განახლებას და მშენებლობას და ამაში სრული მხარდაჭერა გვაქვს დედაქალაქის მერის, რისთვისაც მინდა მადლობა გადაუხადო. თბილისის ურბანული ტყის პროექტი დასრულების ეტაპზეა. სამუშაოები დავით სონღოლაშვილმა დაათვალიერა. ფონდ ქართულს მხარდაჭერით დედაქალაქში უკვე რეაბილიტირებულია 700 ჰექტარამდე ტერიტორია, სადაც 700.000-მდე ნერგი დარგეს და 45 კილომეტრამდე საფეხმავლო და ველო ბილიკი მოაწყვეს. პროექტის მიზანი თბილისში ეკოსისტემის გაძლიერება და მოქალაქეებისთვის ახალი მწვანე რეკრეაციული სივრცეების შექმნა. თბილისის ურბანული ტყე არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და გამორჩეული პროექტი, რომელიც 700 ჰექტარზე აერთიანებს 700.000 ნერგს. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო და სამაგალითო ნიმუში, სადაც შეიძლება საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით შენარჩუნებული იყოს ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნება, რომელიც ასე გამოარჩევს ჩვენ ქვეყანას და ამისთვის, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა უნდა გადაუხადოთ ფონდ ქართულს, რომელიც მაგალითს აძლევს კერძო სექტორს, თუ როგორ შეიძლება აქტიურად იყო ჩართულები ჩვენი ქვეყნის გარემოს დაცვაში. შეირჩა შესაბამისი ჯიშები 42 ნაირსახეობა სხვადასხვა ხის. მათი გეგმიური რგვები მიმდინარეობს 2021 წლიდან. ეს არის ეს უნიკალური ადგილი, რომელიც საშუალებას აძლევს როგორც თბილისელს, ისე აქ ჩამოსულ ტურისტს ჩაისუნთქოს სუფთა ჰაერი, ისე ირნოს და დატკბეს ამ სილამაზით. საფეხბურთო ზეიმი რუსთავიორზე მსოფლიო ჩემპიონატი გრძელდება დღეს 11 საათზე ესპანეთის საფრანგეთს შეხვდება. მატჩს რუსთავიორი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. ტრანსლაციის ნახვა კი მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით სპეციალურად მოწყობილ სივრცეებში შეეძლებათ. ფანზონა მოეწყო ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მერიის ორგანიზებით და რუსთავიორის მხარდაჭერით მატჩის ტრანსლირება დიდ ეკრანზე მოხდება. ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებულია მონიტორი, მოწყობილია გასართობის სივრცეები და კვების ზონა. ხდება მანამდე საგანგებოდ მოწყობილ სივრცეში ამას უკვე ნესტან ჩაგელიშვილი მოგვიყვება. ნესტან ეთერში ხარ. დიახ, თამარ, როგორც აღნიშნე, საფეხბურთო ზეიმი გრძელდება და შესაბამისად დღეს უკვე იწყება ფინალისტების გამოვლენა. 4 საათზე ნაკლები დრო არის დარჩენილი მატჩის დაწყებამდე და ტემპერატურა იმატებს. მართალია ზესტაფონში არის წვიმიანი ამინდი, თუმცა ეს ქომაგების განწყობაზე ვერ მოქმედებს და როგორც ცნობილია, ფეხბურთს და მით უმეტეს კარგ ფეხბურთს ნებისმიერი ამინდი უხდება. როგორც აღნიშნეთ, ვიმყოფებით ზესტაფონში, სადაც ღია ცის ქვეშ მოწყობილია ფანზონა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებითა და რა თქმა უნდა რუსთავიორის მხარდაჭერით ადგილზე მოწყობილია დიდი მონიტორი და ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვს საკუთარ გუნდს პირდაპირ ეთერში დიდ ეკრანზე უგულშემატკივრონ და დაელოდონ პირველი ფინალისტის გამოვლენას. ადგილზე მოწყობილია ფანზონა, კვების ზონა, სხვადასხვა სივრცეები. აქ სივრცე გაიხსნა 6 საათზე და ამ წუთებში მიმდინარეობს ნარდის ტურნირი, სხვადასხვა სპორტული აქტივობები, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან გამარჯვებულები და მატჩის დაწყებამდე გაიმართება მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებული ფილმის ჩვენებაც. უკვე როგორც მთელს მსოფლიოში ზესტაფონში ზუსტად 11 საათზე პირდაპირ ეთერში დაიწყება მატჩის ტრანსლირება. ერთმანეთს დაუპირისპირდებიან საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებები და დღევანდელი თამაში მნიშვნელოვანი არის იმ მხრივაც, რომ გამოვლინდება პირველი ფინალისტი, ასევე როგორც ცნობილია, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრებები ერთმანეთს მსოფლიო ჩემპიონატის ფარგლებში მხოლოდ ერთხელ 2006 წელს დაუპირისპირდნენ და
დასრულდა საფრანგეთის გამარჯვებით და საინტერესოა, ზუსტად 20 წლის შემდეგ როგორი შედეგი დაიდება, ამიტომ ადგილობრივებს შესაძლებლობა აქვთ მოვიდნენ ღიაცის ქვეშ უგულშემატკივრონ საკუთარ რჩეულ გუნდს, დაელოდონ ფინალისტის გამოვლენას და გაიზიარონ ემოციები და ის ზეიმი, რაც ახლავს მსოფლიო ჩემპიონატს. საინტერესო იქნება ჩემთვის, იმიტომ რომ ლუდს დავლევთ რაღაცას, გევერთობით ხალხი იქნება, ძმაკაცები, მეგობრები და მთლიანობაში ძალიან კარგი საღამო იქნება. გულშემატკივრობ საფრანგეთს და მინდა რომ გაიმარჯვოს საფრანგეთს და ყველას ურჩევ რომ 11 საათზე დღეს მოვიდნენ აქ და უყურონ მსოფლიოს. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზები ცენტრალურ მოედანზე მოეწყო სპორტული აქტივობების სივრცე, სადაც დამონტაჟებულია ასევე ეკრანი. დღეს საღამოს ერთად შეგვიძლია ადგილობრივმა მოსახლეობამ და სპორტის გულშემატკივრებმა გულშემატკივროთ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალს. ადგილზე მოსულ მოსახლეობას შეუძლია სხვადასხვა სპორტულ აქტივობებში მიიღონ მონაწილეობა, მაგალითად ნარდის ჩემპიონატში და ასე შემდეგ, რომელთაც დახვდებათ ასევე უამრავი სურპრიზი, მათ შორის ფასიანი პრიზებიც. დიახ, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე საფეხბურთო განწყობა უკვე იგრძნობა, აქ სხვადასხვა აქტივობები მიმდინარეობს ამ წუთებში, შეკრებილია ყველა თაობის ადამიანი, როგორც ცნობილია, ფეხბურთი არის ის სპორტის სახეობა, რომელიც ყველა თაობის ადამიანს აერთიანებს და ზუსტად 11 საათზე დაიწყება მატჩის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება. მადლობა, ნესტან ჩაგელიშვილი საუბრობდა ზესტაფონიდან კურიერის პირდაპირ ეთერში. ამ ჩვენი გამოშვება დასრულებულია. გეუბნებით 9 საათამდე, თქვენ კი არ გადართოთ, რადგან წინ გეულდებათ სპორტის სიახლეები ლაშა დვალიშვილთან ერთად.